ბატონო დიმიტრი, ბრძანა. დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბატონო ივანე ამ საკითხს რომ დაუთმეთ დრო, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სამინისტრო გვარწმუნებდა სამინისტრო გვარწმუნებდა რომ მან უზრუნველყო საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობა და რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგად მიღებული საბოლოო პროდუქტი სტანდარტის სახით. კი, კითხვას ვსვავ, ზუსტად კითხვას ვსვავ. მე მინდა ქალბატონ ლიას დაუსვა რამოდენიმე შეკითხვა. პირველი შეკითხვა ეხება მის მიერ თქვენ და მე მოწერილ წერილში აღნიშნულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მე და საზოგადოების შექმნის პროცესში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჯგუფები და ფართო წარმომადგენლობა იქნა უზრუნველყოფილი. მათ შორის საუბარი არის საგნობრივ პედაგოგებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებზე. საუბარი არის აგრეთვე იმაზე, რომ საქართველოს ყველა სკოლას გადაეგზავნა ახალი სასწავლო გეგმა და დამუშავდა და შემოსულია რეკომენდაციები აღნიშნულთან დაკავშირებით. პირველი შეკითხვა, ქალბატონ ლია. თქვენთვის ცნობილია თუ არა ის ფაქტი, რაც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის რამოდენიმე დღის წინ, როდესაც ტელევიზიით გადაიცა ერთ-ერთი საჯარო სკოლის, მოდით დავასახელოთ პირდაპირ ეს საჯარო სკოლა, ვინაიდან მისი წარმომადგენლები დღეს დარბაზში იმყოფებიან. ეს არის თბილისის 55 საჯარო სკოლა, რომლის პედაგოგებმა გამოხატეს პროტესტი მათი დირექტორის ქალბატონი მაია აბრამიძის წინააღმდეგ, რომელმაც ფორსირებული წესით დაჩქარებულად გაყალბებული პედსაბჭოს ოქმის გამოყენებით მოახდინა თქვენთვის ანგარიშის წარმოდგენა. თითქოს 55 საჯარო სკოლამ 118 მასწავლებლის შემადგენლობით ხაზი მინდა გაუსვა. 118 მასწავლებლის შემადგენლობით, რომელთა შორის 110 მასწავლებელმა თითქოს და მოიწონა თქვენს მიერ წარმოდგენილი სტანდარტი, იმჟელა განიხილა, რაც შესაბამისად იქნა დაოქმებული. აღნიშნული ოქმი არის საჯარო სამწუხაროდ, ეს არის შემარცხვენელი მთლიანად განათლების სისტემისა და რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით მე იმაზე მეც არ ვისაუბრებ, ვიდრე 55 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე თავად გააკეთებს განცხადებას. მე უბრალოდ თქვენ გეკითხებით, არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითი იმასთან დაკავშირებით, რომ საჯაროობა თქვენს მიერ წარმოდგენილი სტანდარტისა, მათ შორის უზრუნველყოფილი იქნა საჯარო სკოლებზე, მათი საჯარო განხილვის შედეგად არის ფარსი, არის ტყუილი, არ შეესაბამება სიმართლეს, რისი მტკიცებულებაც აქ იმყოფება, აქ არის უпростоრად წარმოდგენილი დარბაზში. მეორე შეკითხვა, რომელიც ჩემი კოლეგის ბატონი სოსო მანჯავიძის შეკითხვიდან გამომდინარეობს. მე გეკითხებით პირდაპირ და თქვენგან, როგორც განათლების მინისტრის მოადგილისგან, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ ახართ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი და ეს არის პარლამენტი, წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანო, სადაც წესით და კანონით თქვენ უნდა გცვლიდეთ თქვენი ხელმძღვანელი, მინისტრი, როგორც პოლიტიკოსი. მე გეკითხებით, ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლება არის თუ არა თქვენთვის მისაღები? წინააღმდეგ შემთხვევაში თუ თქვენ მეტყვით, რომ არ არის მისაღები, გეკითხებით. მაშინ რატომ მოხდა, რომ ზოგადი განათლების მართვის დეპარტამენტის მიერ ერთ-ერთ მოქალაქეზე გაცემულ ოფიციალურ წერილში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პირდაპირ აპელირებს იმაზე, რომ ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ ავალდებულებს სამინისტროს, რომ მსგავსი ტიპის მიმღებლობის ამაღლების საკითხი შემოიტანოს ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში. სწორედ ამის შედეგი ხომ არ არის ის, რომ მაგალითად ვეკუას სახელობის მათემატიკურ სკოლაში ნომერ 42 საჯარო სკოლაში გამოფენილი იქნა სწორედ ის პლაკატი, რომელზეც გამოხატული იყო ტრანსგენდერი და ეს იყო სწორედ მიმღებლობის ტესტი იმ სკოლის მოწაფეებისთვის, რომელთა რიგში არიან ასევე მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასის მოწაფეები, ვისთვისაც გათვლილია თქვენი სტანდარტი. ეს არის საკითხი, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თქვენ უნდა გაგვცეთ პასუხი კითხვაზე. ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლება, მისაღები არის თუ არა განათლების დღევანდელი სისტემისთვის, განათლების მინისტრისთვის, თქვენთვის როგორც მოადგილისთვის და იმ დეპარტამენტისთვის, რომლისთვისაც უკვე ცნობილია ის ფაქტი, რომ მისაღებია, რადგან ამას ავალდებულებს თითქოს ევროპის საბჭოს ჩემს მიერ მითითებული ქარტია. სხვა შორის აქ ბატონმა სოსომ ძალიან სწორად თქვა, მე მინდა უბრალოდ დავამატო, რომ ეს ქარტია არ არის კონვენციური სტატუსის მატარებელი, ეს ქარტია არ გახლავთ სავალდებულო და შესაბამისად ის რაც არის სარეკომენდაციო, რატომ ხდის თქვენი სამინისტროს დეპარტამენტი ამ ფაქტს სავალდებულოს? რასთან გვაქვს საქმე? არის თუ არა ეს უფლებამოსილების გადამეტება, არის თუ არა ეს გარკვეული манипуляция იმისა, რომ თავს მოვახვიოთ ისეთი სტანდარტები საზოგადოებას, რომელიც რეალურად არის აბსოლუტური ხამირი, აბსოლუტურად გაუგებარი, მეცაც გეტყვით და რაც ყველაზე მთავარია, თქვენს მიერ არის მცდელობა, რომ საერთოდ
დამალოთ და დაჩქმალოთ ის მეთოდური სახელმძღვანელოები, რომელთან დაკავშირებითაც მე მინდა საჯაროდ ბატონო ივანე წარმოგიდგინოთ თქვენ კომიტეტს და ბატონ გიავოლსკის გავცე კითხვაზე პასუხი. მან ძალიან ლოგიკური შეკითხვა დასვა. გაგვაგებინეთ რა არის ის ლინკები, რა არის ის მეთოდური სახელმძღვანელოები, რომელზეც ატეხილია ეს განგაშიო. ჩემს წინაშე, თქვენს წინაშე უფრო სწორად გახლავთ წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და ეროვნული ცენტრის საგამოცდო ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელო ლიტერატურის ჩამონათვალი ნუსხა, რომელიც არის არა მე წარმოგიდგენ და ამასაც პასუხს ვითხოვ. ეს არის 2015 წელს გამოცემული დოკუმენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განათლების სამინისტროს. რომელიც ბატონ დიმიტრი ქალბატონი მაია მიმინოშვილის უწყებაზეა საბარი, ნაეკის ბრენდით რომ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. ეს არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. დიახ, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის სახელმძღვანელო მეთოდოლოგიაში არის გამოყენებული იმ ტიპის ლიტერატურა, რომელიც არის სახელწოდებით კომპასი და კომპასიტო და ამის გარდა კიდევ სხვა მეთოდური ლიტერატურა, რომელიც შეიცავს ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლებას მეთოდურ დონეზე, მათ შორის მესამე-მეოთხე კლასელთათვის. ეს არის უტყუარი ფაქტი, რომელიც ამოღებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან, მაღალღირსი მამის მიერ, მამა ანდრია ჯაღმაიძის მიერ და ამასთან დაკავშირებით რეალურ სივრცეში პირველ საზოგადოებრივ ტელემაუწყებელზე იქნა კიდევაც გადაცემაში წარმოდგენილი ეს ინფორმაცია და აქ არაფერს ახალს მე არ ვამბობ. მე უბრალოდ ვკითხულობ, რატომ გაურბის სამინისტრო აი ამ სახელმძღვანელო დოკუმენტების არსებობას მათ ოფიციალურ ვებგვერდზე? რატომ მალავთ ამ ფაქტებს? ეს ხომ თქვენი რესურსებიდან არის გადმოტანილი და შესაბამისად კითხვაც მოდის. ითვალისწინებთ თუ არა იმ მავნებლობას, იმ შესაძლო ზიანს, რომელიც შეიძლება ჩვენმა მომავალმა თაობებმა, მესამე-მეოთხე კლასის მოწაფეებმა განიცადონ აი ამ მავნე ზეგავლენის მატარებელი ლიტერატურის სწავლებისა და დანერგვის შემთხვევაში. იღებთ თუ არა ქალბატონო ლია პასუხისმგებლობას თქვენ, როგორც პრეზენტატორი ახალი საგანმანათლებლო სტანდარტისა დღევანდელ დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ეს არის სწორედ თქვენი რესურსი, თქვენი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რესურსი. გვალობთ.